ჩემი პირველი პროტეზი მტკივნეული იყო. ხელახლა გამიკეთდა ოპერაცია. შემდგომ დავინფიცირდი პარიზის საავადმყოფოში. ვიტარებდი ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობას ინფექციონისტის დანიშნულებით. ეს 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 5 წლის ბოლოს ამ წამლებმა ღვიძლი გამინადგურეს. დავრჩი მკურნალობის გარეშე. გამოსავალი რაც მითხრეს ფეხის ამპუტირება იყო. თუმცა მე გავიგე საქართველოს შესახებ. ჩვენ დავრეკეთ და ჩამოვედით. ახლა მე შემიძლია ფეხზე დგომაც. ადრე ეს არ შემეძლო. საშინელი ტკივილები მქონდა. ოდნავადაც ვერ ვადგამდი მიწაზე ფეხს. ველოდები საბოლოო მკურნალობას, რომ ვნახო. თუმცა ახლაც უკვე კმაყოფილი ვარ. ფეხს ვდგამ მიწაზე და შემიძლია ცოტა სიარულიც. შემიძლია ფეხზე დგომა თავიც მოვიწესრიგო. უკვე 1 წელია რაც ფეხის მოჭრას მიპირებენ. თუმცა მე არ მემორჩილები. ეს უკანასკნელი გამოსავალია ჩემთვის. ამ პაციენტს აქვს ქრონიკული ინფექცია მუხლის სახსრის პროტეზირების შემდეგ და სამწუხაროდ ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აი ახლა ჩვენ ვცდილობთ ფაგოთერაპიას აქ. დავუმზადებთ სპეციალურ მორგებულ ფაქს ამ სტაფილოკოკი ეპიდერმიდისისთვის და მკურნალობას იმით გავაგრძელებთ, ამჟამად მკურნალობთ ფართო სპექტრის ფაგებით. აი უკვე ვხედავთ რაღაც შედეგს, შემცირდა ფისტულა, ჭირვდენად შემცირდა. მე სავარძლით ჩამოვედი და ვფიქრობ, რომ სიარულით წავალ ყავარჯნების გარეშე.